საჯდომი ნერვის ანთება. ხშირად გამიგონია სამედიცინო წრეებში და პაციენტებში ეს დიაგნოზი. არსებობს თუ არა საჯდომი ნერვის ანთება, ასეთი დიაგნოზი წელის ტკივილისას, რომელიც გადაეცემა ფეხში. მე თქვენ გეტყვით, რომ არა, ეს არასწორი ფორმულირებაა. ხერხემლის პათოლოგიისას, როდესაც ვითარდება გამჭოლის სახის ტკივილი, ქვემო კიდურის გასწვრივ, ამის მიზეზია ნერვზე მექანიკური ზეწოლა და შემდეგ მისი გაღიზიანება და არა ნერვის ანთება. ამიტომაც მედიცინურად მას ქვია რადიკულოპათია და არა საჯდომი ნერვის ანთება. ნერვზე მექანიკური ზეწოლის ხშირი მიზეზია მალთაშუა დისკის თიაქარი, როდესაც დაზიანებული დისკის პულპოზური შიგთავსი აწვება ნერვს და ვითარდება ტკივილი. მეორე მიზეზი არის მსხლისებური კუნთის სინდრომი, როდესაც დაჭიმული მსხლისებური კუნთი აწვება საჯდომ ნერვს, როდესაც ვითარდება გამჭოლის ხასიათის ტკივილი ქვემო კიდურში. მესამე მიზეზი არის სპონდილოართროზი და ხერხემლის მალების ქრონიკული დეგენერაციული ცვლილებები, როდესაც ვიწროდება ხერხემლის არხი შეშფების გამო, რის შედეგად ხდება მექანიკური ზეწოლა ნერვზე და გამჭოლის სახის ტკივილის განვითარება ქვემო კიდურში. ამიტომაც გთხოვთ, საჯდომი ნერვის ტკივილის დროს გამოიყენეთ სწორი ფორმულირება დიაგნოზის სახით, კერძოდ რადიკულოპათია და არა საჯდომი ნერვის ანთება.